91 დეპუტატი მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. პარლამენტმა მასქერი პირველი მოსმენით მიიღო. არჩევნებამდე 2 თვით ადრე საკაბელო კომპანიები ვალდებულები ხდებიან პაკეტში ყველა მაუწყებლის ჩართვა უზრუნველყონ, თუმცა კანონი მოქმედებს არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების ჩატარების წინა დღემდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გაშუქდება თავად არჩევნების დღე. სწორედ არჩევნების დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეზღუდება ინფორმაციის მიღება უბნებზე შესაძლო საარჩევნო კანონდარღვევებისა და გაყალბების ფაქტების შესახებ. ცვლილებები პროექტში აღარ შევავკვა, ხვალ კანონს პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ. სავალდებულო ტრანზიტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. თუკი აქამდე მასქერის მოქმედების ვადა წინა საარჩევნო კამპანიასთან ერთად არჩევნების დღეც სახელდებოდა, არსებულ კანონპროექტში ეს ვადა კიდევ ერთი დღით შემცირდა. მასქერის ვალდებულება არჩევნების წინა დღეს სრულდება. ცვლილებას ხდომაზე ცხარე დებატები მოჰყვა. ამის შიშით რომ მე რომ გააყალბებთ არჩევნებს და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს და ჩვენ ამის ორგანიზება არ შევძლოთ, წინა დღეს გინდათ რომ გამორთოთ. დღეს უკვე საბოლოოდ და კარგად დავინახეთ თუ რა არის ჭეშმარიტი მიზეზი ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისათვის აი ამ 20 დღის გადაწევით. დღეს პრაქტიკულად პირდაპირ აი ამ ბალალაიკას წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს პერიოდი და ტელევიზიების ჩართულობა ამ დროს მათ ჭირდებათ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ორგანიზებისათვის. როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ 2 თვე, არის ბუნებრივია პოზიტიური, მაგრამ როგორც კი შენ ამის გემოს გაასინჯებ ხალხს და უწევ გაუთიშავ, ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ქვეყანაში. მე წეგავ თქვი, რომ ხელისუფლების ფუნქცია და ისე როგორც ყოველი პოლიტიკური ასე ვთქვათ, ძირითადი მოთამაშეების ფუნქცია არის შვიდობა და სტაბილური განვითარება ამ ქვეყანაში. ოპოზიციის მოთხოვნა 60 დღიანი პერიოდის კიდევ 20 დღით გაზრდა მმართველმა გუნდმა არც მეორე საკომიტეტო მოსმენაზე გაითვალისწინა. ყველა საკითხი რეალურად რაზეც ჰქონდა დავა, გარდა იმ ხანგრძლივობისა, იმ ვადის, რომლის განმავლობაში ეს პრინციპი მოქმედებს, არის შეთანხმებული და ჩამოყალიბებული, შესაბამისად კანონპროექტი მზად არის მეორე მოსმენისთვის. იურიდიულმა კომიტეტმა დღეს კანონპროექტში ასევე განსაზღვრა სანქციები. თუ საკაბელო მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას 1 წლით ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება. ერთადერთი შეთანხმება, რაზეც ვერ მიიღწა, ეს არის მასქერის მოქმედების ვადები, რაც ჩვენი აზრით არის ძალიან სერიოზული შეცდომა, რამაც შეიძლება უბრალოდ არჩევნების დღეს დაძაბულობა გამოიწვევს, რასაც ჩვენ არ ურჩევდით ხელისუფლებას. ამ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გავაგრძელებთ მუშაობას. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე კანონმდებლები რიგ გარეშე სხდომაზე ხვალად შეიკრიბებიან და 60 დღიანი მასქერი ხვალ უკვე სავარაუდოდ საბოლოოდ დამტკიცდება.